რა ისარგებელარს კაცისა, უკე თუ შეიძინო სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს. ანუ რა იმისეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა. ქვეყანა და სული ის ორი რამა, რომელთა შეცნობათ ადამიანებს არ ძალუცთ. რამე თუ კაცობრივი განჟა ცრუა. მთელი მათი აზროვნება თითქოს და მხედველობაშია თავმოყრილი. ადამიანებს მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ხედავენ, ხოლო რასაც ვერ ხედავენ, არ აფასებენ. ხედავენ ისინი ქვეყანას და იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე საჭიროა. ვერ ხედავენ სულს და საერთოდ ვერ აფასებენ მას. ამიტომაც მართანი არ არიან, ცრუობენ, როცა ქვეყანასა და სულზე მსჯელობენ. ცრუ არიან ძენი კაცთანის ასორითა, ბრძანებს დავით მეფსალმუნი. ქვეყანა და სული, ამ ორ საგანზე მსჯელობა არ იციან ცოცხლებმა. მასზე მსჯელობა მხოლოდ მკვდრებს შეუძლიათ. დღეს მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რა არის სული. რომ ის ერთადერთია, რომ ისი დაკარგვით ყველაფერს ვკარგავთ და გითხრათ ისიც, რომ ის უკვდავია და თუ ერთხელ დავღუპეთ, მას სამარადისოდ დავკარგავთ. როცა რომ გვეკითხა ბრძენთათვის ბუნების სიღრმეებს დიდი ძალისხმევით რომ იკვლევენ, თუ რა არის სული, ისინი მრავალგვარ, მაგრამ ნაკლებ შესაფერის პასუხს გვამცემდნენ. ამიტომ თავი ვანებოთ ფილოსოფოსთა ამაო სიტყვებს და ეკლესიის მამათა სწავლების მიხედვით ჭეშმარიტების სუფთა სარკეს ღვთაებრივ წერილს მიმართოთ. რათა შევიტყოთ რა არის სული, ეს არის კეთილშობილი, ძვირფასი არსება, რომელიც არაფერზე გაიცვლება. ღვთის შემოქმედებითმა ყოვლად ბრძნობამ და ძალამ ადამიანის შექმნისას სამი თავისებურება გამოავლინა. უწინარეს ყოვლისა, ერთი სიტყვით მან შექმნა ზეციერი და მიწიერნი. მაგრამ როცა ადამიანს ქმნიდა, მან არა მხოლოდ სიტყვა თქვა, წინასწარ თითქოს და დაფიქრდა და მოითათვირა. ვქმნეთ კაცი, თითქოს და სამების სხვა პირებს სათათბიროდ იწევდა. შემდგომ იმისათვის, რომ დარჩენილი ქმნილებები გააჩინოს, ღმერთი მხოლოდ ამბობს იქმენი და მეც არაფერს. ადამიანის შესაქმნელად კი ის ლაპარაკობდა და მოქმედებდა. სხეულის შესაქმნელად თავისი ღვთაებრივი ხელით აიღო და შეაწება მტვერი ქვეყანისაგან. სულის შესაქმნელად კი შთახბერა პირსა მისა სული სიცოცხლისა. ბოლოს თავარი, არც ერთი ქმნილება ღვთის მსგავსად არ შექმნილა. ეს პატივი მხოლოდ ადამიანს ერგო წილად. მაგრამ ადამიანის ხატი და მსგავსება ღვთისა არა სხეულით, როგორც ამას ერეტიკოსები ამბობენ, რამე თუ ღმერთი ბუნებით უხორცოა, არამედ სულით, რომელიც არის სული ისევ, როგორც ღმერთია სული. მაშინ მოქმედებს სულის თანდაყოლილი თვისება, ამაშია მისი კეთილშობილება. თვითწმინდა ანგელოზნი, ეს მეორადნი ნათელნი პირველი ნათლისაგან, გონიერი სამყაროს ეს ცისკრის ვარსკვლავნი, რომლებიც ღვთივსაწყისი სამწყინვალე ნათებას ახზე ახლოდან ასხივებენ, სულს რომ შევადაროთ, არ ვიცი რითი უნდა აღემატონ მას. მათ აქვთ გონიერება, სულიც გონება. ისინი უხორცოვნო არიან, სულიც უხორცოა. უკვდავნი არიან, სულიც უკვდავია. სული სახია ღვთისა. ღვთის სამი მიმართებით.
ბუნებით, მადლით და დიდებით. ბუნებით რამე თუ შექმნისას ის ღვთის ხატად იქმნა. გონებით ყოველივეს ცნობელობის წყაროს, მამას ჰგავს. შინაგანი გონებით ყოვლად ბრძნობის საწყის ძეს, თავისუფალი ნებით ყველა სიკეთეს წყაროს სულიწმინდისა. მადლით აღშენებლობაში შვილად მიღების მეშვეობით ის თვით ღვთის ძესთან მოიაზრება. დიდებით ნეტარებაში ღვთაებრივი ნათლის ზალით თვით ღმერთის სახეს მიიღებს. მას ასე ვინ კითხულობს რა არის სული. დაიცოდეს რომ ეს არის ღვთაებრივი ბჭობის უდიადესი საქმე. ცოცხალი ბეჭედი წმინდა სამებისა. ჰოი უჭკნებელო სილამაზე სულისა, ქრისტიანენო. როგორ წარმოგიდგენიათ სათასასუფეველი, სამოთხის ნეტარება, მართალთა დიდება. ეს სხვა არაფერია თუ არა ღვთის სახის ჭვრეტა. ეს სახე ისეთი მშვენიერია, რომ ყველა ანგელოზი მზადაა მუდამ მას უმზიროს. ისინი მწყურვალენი უცქერენ ან მიუსტომენ ნათლის დაუშნეტელ წყაროს. ამიტომაც ამბობს პეტრე მოციქული, რომლისათვის გული უთქვამს ანგელოზთა ხილვად. სულ ერთ წამით ის ჯოჯოხეთში რო გამოცხადებულიყო, ჯოჯოხეთის 64-ად იქცეოდა და მცირე ხნით 64-ში თვალს რომ მიჰპაროდა, 64 იქცეოდა ჯოჯოხეთად. ამ ღვთაებრივი სახის გამოხატულება სული. რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ? რით შეუძლია შეცვალოს მან ესეოდენი მშვენიერი არსება, რომელიც მსგავს ვერც ზეცაში იპოვი, ვერც დედამიწაზე. მე რომელი ჩემ სულში ასეთ სილამაზეს ვჭრეთ, განა შემიძლია ამის შემდეგ ამ ქვეყნად სხვა სილამაზეს ვუმზირო. პატივი მივაგო პატარა დაფას, რომელზეც მეფე ან დიდებულია გამოხატული და არცე პატივი ჩემ სულს, რომელზეც თვით თავისი სახე მოხაზა ღმერთმა. როცა ხორციელი სურვილებით სულს ვიბილწავ, მაშინ ღვთის ხატს ლაფში და სიბინძურეში ვსვრი და არც კი ვაღიარებ, რომ დიდ ბოროტებას ჩავდივარ. ჰოი სულო, რა რიგ ხშირად განადგურებ, ჰოი უფალო, როგორ ითმენ ასეთ შეურაცხყოფას. სავსებით სამართლიანია, რომ სულზე ძვირფასი არაფერი გვაქვს, მაგრამ ისე ნაკლებ არაფერს ვაფასებთ, როგორც სულს. ამ უძვირფასეს საგანძურს ცოდვით კბობაში, უმნიშვნელო სიმდიდრეში ვცვლით, დროებითი დიდების ერთდღიანი ბრწყინვალებისათვის ვყიდით. რამდენიმე სული რომ მქონდეს, კიდევ მოსათმენი იქნებოდა. ერთი თუ დაიღუპებოდა, მეორე დარჩებოდა. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი სული გვაქვს, რომლისთვისაც ზეციური და მიწიერია შექმნილი, რომლისთვისაც ბუნება იღწვის, მოძრაობს ზეცა, ანათებს მზე, ნაყოფს იძლევა მიწა, ჩდებიან მცენარეები და ცხოველები, რომლისთვისაც დანერგულია 64, გამზადებულია სათასასუფეველი, უსასრულო ნეტარება, უსაზღრო დიდება და საუკუნო ცხოვრების ყველა ისიკეთე, რომელი თვალმა არ აიხილა და ყურსა არ აესმა და გულსა კაცისასა არ მოუხდა. სულის დაღუპით ყველაფერს ვკარგავთ, ცას, მიწას, სოფელს, 64-ს, დროების და მარადიულს, ყველაფერს. იმისათვის, რომ მართალი იობის მოთმინება გამოეცადა, ღმერთმა ეშმაკს ნება მისცა ეცდუნებინა იგი. ევნო მისთვის გაემწარებინა და შვილებითა და ავადმყოფობით ზიანი მიეყენებინა. აჰაეგერა ყოველი რაიცარს მისი მიქცე ხელთა შენთა, არამედ მას ნუ შეახებ. უდიდესი და უმდიდრესი იობი
თვალის დახამხამებაში გაყადაკდა. მისი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელის ნაწილი ყაჩაღებმა მოიტაცეს. ნაწილი ელვამ დაწვა. მისი მაღალი საცხოვრებელი ძლიერმა ქარმა დაანგრია. ძენი და ასული ერთდროულად უეცარი სიკვდილით დაეხოცა. თავად კი ღატაკი, უშვილო, უსახკარო ქალაქის გარეთ, თავით ფეხებამდე წყლულაბი დაფარული ჩირქში იწვა. დღისით მზის სხივები წვავდა. ღამის სიცივე კიდე უფრო მეტად აწამებდა. იობმა ყველაფერი დაკარგა. სიმდიდრე, შვილები, ჯანმრთელობა. არსებითად კი მას არაფერი დაუკარგავს, რადგან მან თავისი სული არ დაღუპა. რას ამბობს, რა დავკარგეო, სიმდიდრე, მაგრამ მე ხო შიშველი დავიბადე, რა გასაკვირია თუ შიშველი მოვკვდები. მე შიშველი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშველივე მივიქცე. ჯანმრთელობა დავკარგე, ღმერთს ასე სურდა, ვითარცა უნდა ეგრეცა ქმნა. შვილები დავკარგე, უფალმა მომცა და უფალმანცა მიმიღო. მე ყველაფერი დავკარგე და მაინც არაფერი დამიკარგავს იქამდე, ვიდრე სულს არ დავკარგავ. ჩემი უწმინდელი კეთილდღეობის, სიმდიდრის, შვილების, ჯანმრთელობის გარეშეც ჯერ ისევ მართალი ვარ ღვთის წინაშე. ვინც მომცა და წამართვა, ისევ დამიბრუნებს იმას, რაც წამართვა. თუმცა ყველაფერი დავკარგე, ამისთვისაც ვადიდებ, ვაკურთხებ მის წმინდა სახელს, რამე თუ მან დაუშვა ჩემზე ეს ყოველმხრივი განსასწრელი. რაითა მომეღო სული, იყავ სახელი უფლისა კურთხეულ უკუნისამდე. ასე რომ კაცმოყვარე ღმერთს ასეთი დიადი განგებულება აქვს, როცა ჩვენზე განსასწრელს ან სასჯელს დაუშვებს, ის ეშმაკს ნებას რთავს, ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასის მეშვეობით გაგვსადოს და გვავნოს, მაგრამ უბრძანებს. არამედ მას ნუ შეახებ, რათა გაფრთხილდეს და არაფერი ავნოს სულს. ქრისტეს ამ მხოლოდ ჩობილ ასულს. მისი სასუფეველის მემკვიდრეს, რომელსაც დასაცავად ფარველ ანგელოზებს უგზავნის, რათა მან მოუაროს და დაიცვას. არა გვეშინოდეს შიშისაგან ღამისა და ისრისაგან რომელი ფრინავ დღისი, ღვაწლისაგან რომელი ვალ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. რატომ? იმიტომ რომ სხვა ყველაფერი მრავლადაა და თუ რაიმე ერთში იზარალებ, მეორეთი ისარგებლებ. ამბობს ღვთაებრივი ოქროპირი და განაგრძობს. დღეს თუ ერთი დაკარგე, ხვალ იპოვი, როგორც იობმა, ორმაგად და სამაგად. ხოლო თუ სული ერთადერთია და ყველაფერი დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, მას თუ დაღუპავ, რითხაა ვიცხოვრებთ. ამიტომ თუ ჩვენ განს დავკარგავთ უძრავ ქონებას, სახლს, მშობლებს, ძმებს, შვილებს, ჯანმრთელობას, დიდებას, პატივს, მაგრამ ამავდროულად შევინარჩუნებთ სულს, ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს. მაგრამ სულს თუ დავკარგავთ, მაშინ ყველაფერს დავკარგავთ და შემდგომი შენაძენი ვერაფერს აგვინაზღაურებს. სული ერთადერთია, რომელიც ადამიანს სიცოცხლეს აძლევს, სამოთხეში კი ნეტარი ცხოვრების იმედს. ის თუ დავღუპეთ, ეს ნიშნავს, რომ დავკარგეთ მშვიდობა და სამოთხე, დავკარგეთ ყველაფერი. რატომ? მას თუ დავღუპავთ, რითხაა ვიცხოვრებთ. უცნაურია თუ ერთადერთი შვილი ყავს, როგორ ზრუნავთ, რომ ის მზემ არ დაწვას, ქარმა არ გააციოს, ვინმე მან არ წყენინოს, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ხომ ამ ბავშვზე არ არის დამოკიდებული.
თუ ძვირფასი ქვა გვაქვს, ისეთი რუდუნებით ვინახავთ, რომ ზვათ ვართ გულში მიუჩინოთ ადგილი. განა ამ ქვით 64-ს ვიყიდით და არაფრად ვაგდებთ სულს მაშინ, როცა სწორედ მასია დამოკიდებული გარეგარი კეთილდღეობა და 64-ის მომავალი ნეტარება. ამ ფასდაუგდებელ საგანძურს, რომლის დაკარგვითაც ყოველივე ზეციურსა და მიწიერს ვკარგავთ, იმ ხელს მივანდობთ, რომელზე საუბრისაც რცხვენია. უკვდავება სულის მეორე და საუკუნო უპირატესობა. ამ ამაო და ხრწნილ სამყაროში მთელი მის სიმშვენიერითა და ყოველივე ფასეულობით, რაც მასშია, ზღვარი არ აქვს დადებული, რამე თუ წარვალს ხატი ამის სოფლისა. ადრე თუ გვიან მოვა სიკვდილი და ყველაფერს დაასრულებს. რაც გვაბადია ყველაფერი ან ვტოვებს, როცა ვკარგავთ, ან ვტოვებთ, როცა ვკვდებით. ყოველი ხორცი თივაი და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყვავილი თივისაი. ჩვენში მხოლოდ სულია უკვდავ, რომელიც მარა ცოცხალია და არ კვდება. რა ისარგებელარს კაცისა, უკე თუ შეიძინოს სოფელი ესე, ყოველი და სული თვისი იზღვიოს. მივთი მას კვლავ შევიძენ. ღირსება რო დავკარგო, შემიძლია დავიბრუნო. თუ თავისუფლებას დავკარგავ, გამოვისყიდი. ჩამრთელობას ვუწამლებ. სიცოცხლეც რომ დავკარგო, მკვდრეთით ავდგები. რამე თუ მწამს, მოველი აღდგომას ამ მკვდრეთით. რამე თუ მაგრამ სულს თუ დავღუპავ, არ არის გამოსასყიდი, არ არის კურნება, არ არის აღდგომა. მე ის ერთხელ და სამუდამოდ დავკარგე. ჰოი შესაძლებელი რომ იყოს, რომ ეს სამუდამოდ შემოვიდეს ჩემს გონებასა და გულში. ღმერთთა სამოთხე და ჯოჯოხეთი შექმნა. პირველი ადგილი საუკუნო ცხოვრებისაა, ხოლო მეორე საუკუნო ტანჯვისა. იქ მართალთა სულებია, აქ ცოდვილი სულთები. და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა, ხოლო მართანი ცხოვრებასა საუკუნესა. 64-ის კლიტენი ადამიანებს შეაბარა და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისაც ათასანი. ეუბნება უფალი პეტრეს და სხვა მოციქულებს. ჯოჯოხეთის კლიტე არც ადამიანებს მისცა, არც ანგელებს, ისინი თავად მას უყრია. მას თვითონვე ამბობს გამოცხადების პირველ თავში და მქონან კლიტენი სიკვდილისა და ჯოჯოხეთისანი. რატო მისცა 64-ის ღვთაებრივი დიდების სასახლის გასაღები მონებს, ანუ ადამიანებს, ხოლო ჯოჯოხეთის ამ საშინელი საპყრობილისა დასაფლელ სულთა სატანჯველის გასაღები თავად მეუფეს უფალს უყრია. ეს იმისთვის რომ მივხვდეთ, ამ ცხოვრებაში როცა კი მოვისურვებთ, ჩვენი სულები საცხოვნებელად 64-ის კარის გასაღებს ადვილად ვიპოვით. ისინი აქ დედამიწაზე ადამიანებს აბარიათ. რა წუთსაც მოვიქცევით, მაშინ რომ მას ეპისკოპოსი ან რომელიმე სულიერი მოძღვრის ხელში ვიპოვით. მაგრამ თუ კი უეცარი ამ ბუნებრივი სიკვდილი ქვეყნიურ ზრუნვაში ან ქვეყნიური ჯაჭვებით შევორკილებებს, გამოუსწორებლებს, მოგვისრებს, ჯოჯოხეთში აღმოხდებით. იქ კარის გასაღებად სადღა ვიპოვით გასაღებს. ეს გასაღები ანგელოზებს არ აქვთ. ის არც ანგელოზებს აქვთ. არამედ ღმერთს უყრია. ჰოი სულო, შენ დაღუპვას მიჯობს. მთელი ქვეყნიერება დაიღუპოს ჩემთვის. ან კი რა არის ქვეყანა? რაღაც ზმანება. შენ კი მშვენიერეს ოქმნილობა. სახე ხარ ღვთისა. უძვირფასესი ქონება ხარ. რამე თუ შენი დაღუპით ყველაფერს ვკარგავ. შენ უკვდავი ხარ. შენი ერთგზის დაკარგვა შენ სამუდამო დაკარგვად ნიშნავს. რისთვის დაგუპო? განა შენ რომელიმე მხეცი სამშვენელი ხან,
ან რომელიმე მოსისხლე მტრის სული, არა, შენ ჩემი სული ხარ. ვინც თავის სულს ამ ამაო და ხრწნილ სამყაროზე 1000-ჯერ მეტად არ აფასებს, მას ან საერთოდ არ აქვს სული, ან მისი ღირსი არ არის. სული და ქვეყანა, ეს ის ორი რამა, რის შესახებაც ადამიანები ძალზედ არასამართლიანად განჟიან. ადამიანთა მთელი საზრუნავი, მთელი სიყვარული ქვეყნისკენ არის მიმართული. სულს კი დაუდევრობა და უპატივცემულობა ერგო წილად. ილია თესბიტელის ლოცვით 3 წელ ნახევრის მანძილზე წვიმა არ ყოფილა დედამიწაზე. სიყმილი იგი განსასტიკებულ იყო სამარიას. ამბობს წმინდა წერილი. რა შესაბრალისი სანახაობა იქნებოდა. მთელი სამეფო მიწა გამოშრა. გაშიშლდნენ ხეები. ადამიანებიდან ზოგი მოკვდა, ზოგი ხსულს ღაფავდა. აქაბ მეფე ცდილობს ქვეყანას რაიმეთი დაეხმაროს და მოუწოდა აქაბ აბდიას და რქვა მეფემან აქაბ აბდიას. მოვედა ვიქცეოდეთ ყოველს ამას ქვეყანასა, წყაროს თავთა წყლისათა და ნაღვარევთა და ჰე თუმცა ვყოთ და განიყვნენ სვლად გზად. აქაბ წარვიდა გზასა ერთსა მარტო და აბდია სხვა გზასა მარტო. რა კარგი მეფეა, რა კარგი მამაა თავისი ხალხისა. ის ირჯება და საკვების საძებნელად თვითონ მიდის. არა მსმენელნო ჩემნო, ჩვენ ვწდებით. იცით რის საძებნელად მიდის აქაბ მეფე? თავისი ცხენებისა და ხარებისთვის თივა უნდა იპოვოს და იყო მოსრვასა მას იეზებელისასა, წინასან მეტყველთა მათ უფლისათა დამალვა. აბდია 100 კაცი წინასარ მეტყვენი, ერგასისი თითოსა ქვაბსა და ზრდიდა მათ პურითა და წყლითა. ოღ ნეტავ ადამიანთა შორის მხოლოდ მცირე ნაწილს გაეზიარებინა აქაბის არამადამიანური აზრები. მათ შორის რამდენი ზრუნავს უფრო მეტად ცხოველებზე, ვიდრე ადამიანებზე. გინა იმ ხარჯიდან რაც ცხენებისა და მონადირე ძაღლების მოვლას ხმარდება. არ შეიძლებოდა ცოტაოდენი ქლივ ობრების გამოკვებას მოხმარდეს, მაგრამ ასე მოითხოვს ქვეყანა და ეს სრულდება. მაგრამ რაც აუცილებელია სულისათვის არ სრულდება. ის რასაც გაუმაძღარი მხეცების გამოსაკვებად გაიღებენ, უმჯობესი არ იქნებოდა დატუსაღებული მოვალის გამოსახსნელად, ან ღარიბი ქალწულის გათხოვებისათვის გამოეყენებინათ. მაგრამ სრულდება არა სულის, არამედ ქვეყნის მოთხოვნა. ის რაც სანახაობებზე და გარყვნილებაზე იხარჯება, განარჯობდა ეკლესიასა და მონასტრებს მისცემოდა, მაგრამ პირველი სულს ქვეყანას და ის სრულდება, მეორე კი სულისთვის არის საჭირო და ამიტომაც ამას არავინ ასრულებს. ყველა იმ ცუდ მეფე აქაბს ბაძავს, რომელიც სიყმილი ჟამს თავისი ცხენებისა და ხარების გამოკვებაზე ფიქრობდა, მაგრამ არავინ ბაძავს კეთილ აღმშენებელ აბდიას, რომელიც ას მშიერ წინასწარ მეტყველს აპურებდა. რასაც ქვეყანა მოითხოვს სრულდება, ხოლო რაც სულს უნდა არა. ყველაფერი სხეულის მოკაზმოსა და სანოვაგეს ხმარდება, მაგრამ არაფერი იხარჯება მოწყალებაზე. ჰოი ადამიანის უსამართლობო, ჰოი უბედურება სულისა. ადამიანო, შენი სული კეთილ საქმეთა შიმშილით იღუპება და შენ ეს არ გეხება. ამის შემდეგ ფიქრობ და იღვწი იმისათვის, რომ დააპურო პირუტყვი, რომლებიც შენს წყალობას ვერ მიხვდებიან. ბასილი დიდი გვეუბნება, რომ პირიქით უნდა მოიქცე. სხვა რა უნდა აკეთო, თუ არა ის, რომ ყველა საქმე გადადო და შენ სულზე იზრუნო.
ჯვარცმულო უფალო ჩვენო იესო ქრისტე ცეო ღვთისაცხოველისაო შენი სუნთქვა მოგვეცი რათა ეს სული შეგექმნა შენი სისხლი დათხი რათა ის გამოგესყიდა ღვთაებრივი ნათლისღების ემბაზი გვიბოძე რათა ის განგვებანა მეორე ნათლისღება სინანული დააწესე რათა ის განგვეწმინდა შენი ყოვლადწმინდა საიდუმლოებების ტრაპეზი განგვიმზადე რათა ის განგვეძღო აქ ეკლესია მოაწყე რათა ის გეკურთხებინა იქი სამოთხე რათა მისთვის ნეტარება მიგებადლებინა შენ ყველაფერი გააკეთე რისი გაკეთებაც უდიდეს უკიდურეს სიკეთეს შეეძლო იმისათვის რათა ეს სული გეხსნა ჩვენ კი ყველაფერს შავდივართ რისი ჩადენაც შეუძლია ჩვენს უკიდურეს ბოროტებას რათა ის დავღუპოთ საუკუნე სასიძო ჩვენი სულებისა ეს არ მოხდება გვიმჯობს ყველაფერი დავკარგოთ მაგრამ სული შევინარჩუნოთ რამე თუ მისი ერთხელ გადარჩენით მას სამუდამოდ გადავარჩენთ რა ისარგებელავს კაცისა უკეთ თუ შეიძინო სოფელი ესე ყოველი და სულისთვის იზღვიოს შენი მადლი მოგვინე რათა ის შენი სასუფევლისათვის მოვიხვეჭოთ ამინ მადლობა ამ სიტყვისთვის წმინდა ილია მენიატის ყველაფერი ნათქვამია ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს იმას საერთოდ არაფრად არ ვაგდებ სამწუხაროდ რაც ამაოა რომელსაც უეჭველი დავკარგავთ იმაზე ვართ მიჯეჭულები ერთმა მოგცეს ჩვენ უნარი რომ ეს სიტყვები როგორც ითხოვა ამ ადამიანმა ჩაიბეჭდოს ჩვენ სულში რომ ყველაზე ძვირფასი გვაქვს სული და ყველაფერი ვაკეთოთ რომ სული არ დავკარგოთ არ წარწყდეს ადამიანის სული და ყოველივე მიწიერი ამაო იყოს ჩვენთვის ეხლა ეს სიტყვა დღეს რატო წაგიკითხეთ რო ვაკვირდებით არა მარტო ერის ადამიანებში ეკლესიაშიც კი შემოდის სოფლის სული აი ნახავს სასულიერო პირს რომ მოусმენ ზოგჯერ არის ესეთი შემთხვევა რომ შეგეშინდება ყველაფერი რასაც ლაპარაკობს არის მიწიერი ისეთ რამეს ამართლებს ისი გამართლებაც არ შეიძლება დღევანდელ სახარებაში იყო წაკითხული ესეთი სიტყვები ვისაც შერცხვეობა უფლის სიტყვის რო თქვას რომ უფალმა ესე თქვა და ეს არის სწორი იმას უფალი ეძახის ნათესავი მემრუშე სარი მრუში მიატოვა სიძე ღმერთი და მივიდა ეშმაკთან ცხენია თქვას ის რას თქვა ქრისტემ იცით რატო იმიტომ რომ სოფელს აამოს ასეთი ადამიანი როგორ უნდა გადარჩეს ნახეთ ბოლოს როგორი თქვა ღმერთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ჩვენი სული გადარჩეს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმის გამო რომ იმისთვის რომ დავღუპოთ და ეს არ ქნას ღმერთმა პირიქით ვიყოთ პირველი საზრუნავი გქონდეს სული აი ახალგაზრდობა ბავშვები იცით რატო არ დადიან ეკლესიაში რომ ამას არავინ არ ეუნება მათ რომ ყველაზე ძვირფასი აქვს სული და ყველაფერი უნდა გააკეთოს სულის საცხოვნებლად თვითონ მშობლები არასწავლით ბებიები არასწავლით პაპები არასწავლით სამწუხაროდ როგორც თქვი ზოგიერთი მგდელიც კი არასწავლის რომ სულია ყველაზე ძვირფასი რო არ ეწყინოს არაუშავს ის რო არ ეწყინოს არაუშავს ამას გაუმართლებს იმას გაუმართლებს და რა გამოვა საბოლოოდ კაც დაღუპავ და სამჟავროზე ის კაცი გეტყვის რატო არ მითხარია წინა კვირას
თუ კარგად მახსოვს, მამა ვახტანგმა გითხრათ, რომ ერთ მოძღვარს როგორ უსაყვედურა თავის სულიერება შვილმა, რომ რატო არ ეუბნებოდა იმას, რაც ქონდა გასაკეთებელი. და რამდენი იღვაწა მე ამ მოძღვარმა, რომ გამოესყიდა თავისი ცოდვა და გადაერჩინა თავისი სულიერი შვილი. დაეყუდა და ღვთისწყალობით ძლივს მოახერხა. კაცი რო გიყვარს, იმის შუაზე კი არ უნდა იარო, რომ ამო. ის უნდა ასწავლო, რაც გადაარჩეს. ერთმა ამისი უნარი ყველა ჩვენგანს მოგცეს, რომ სულ გვახსოვდეს. ყველაზე ძვირფასი გვაქვს სული. თელი დედამიწა რომ მოგცემდა სული დაკარგო, არაფრად არ გიღის თელი დედამიწა. როგორი საოცარი ამბავი იყო იობზე, ნახეთ მოთხრობილი. ყველაფერი წაართვა ეშმაკმა. მაგრამ ღმერთს ნახეთ როგორ ყავდა ეშმაკი? გაფრთხილებული მას თუ შეეხებიო, ანუ მის სულს. და სული რო შეინარჩუნა, ცოდვა რო არ ჩაიდინა. არაფერი არ დაუკარგავს იობს ღმერთმა ყველაფერი ორმაგად და სამაგად მიცა. ესე იქნება ჩვენ ცხოვრებაშიც. ხშირად ეშმაკი გვაჯერებს განსასწრებელი ჟამს, რომ ერთმა მიგვატოვა, არაფერს აზრი აღარ აქვს. პირიქით არის. თუ კი რამე გაუშვა ღმერთმა ჩვენზე, იმიტომ რომ განგვადიდოს. იმიტომ რომ სული გამოიბზმედოს, როგორც ცეცხლში ოქრო და მერე მიიღოს მარადიული ნეტარება. როგორი საოცარი სიტყვები იყო ნათქვამი. 60 კარი ღმერთმა მისცა ადამიანებს. აი გინდა ცხონება, მოძებნე ეპისკოპოსი, მოძებნე სასულიერო პირი, ჩააბარე ახსარება და სასופევლის კარებს გაგიღებს ადამიანი. მაგრამ ჯოჯოხეთის კარები აქვს ღმერთს. იქ თუ ვინმე მოხვდა, იმას იქიდან ვერავინ აღარ ამოიყოს. ვერც კაცი და ვერც ანგელოზი, იმიტომ რომ ეს გასაღები თვითონაც გამოცხადებაში პირდაპირ წერია და ეხლა ეს წავიკითხეთ. გვახსოვდეს ეკლესიის სწავლება სულის შესახებ, როგორი დიდია კაცის სული. ღვთის მსგავსება და ხატება. ადამიანი სული ანგელოზის სულის თანასწორია. აღედ როგორ არის? ის უკვდავია, შენც უკვდავი ხარ. ის სულია, შენც სული ხარ. ის გონიერია, შენც გონიერია. კიდე უფრო ღრმად ხსნის ამ საკითხს ეხლა წმინდა მამა, მაგრამ ეხლა ჩვენ ამ საკითხზე არ ვისაუბრებთ, რომ უფრო გაგვიგრძელდეს სიტყვა. ერთმა ყველას მოგცეს უნარი, რომ თელი დედამიწა ჩვენ რომ მოგცეს და სულს თუ დავკარგავ, დავიღუპებით. არ გვინდა არც დედამიწა და არც არაფერი. თუ სულის ხონებაში ხელშეგვიშლის. მარტო იმას უნდა ვაკეთებდეთ, რაც სულის ხონებას ხელშეუწყობს. და კიდე ერთი ეხლა რაც მინდა მეთქვა, ხშირად რომ ვამბობთ ხოლმე ცხოველების ზედმეტ მოვლაზე რაღაცებს ნახეთ, რას ამბობს? რაც მორბენარ ცხენებზე და სანადირო ძაღლებზე დახარჯეთო. ქრიობელები რო გამოგეკვებათ, ვარჯობდაო? ის მიწისაა და აკეთებთო და ის სულისაა და არ აკეთებთო. რაც იხარჯება თეატრების აშენებაზე, ისეთი რამეების აშენებაზე, სადაც ცოდვა ტრიალებს, ის რომ ეკლესიას ეძლეოდეს სამხელა საქმე გაკეთდება, მაგრამ არა ის სოფლისაა და სოფელი თავისას აკეთებს, ეს სულისაა და არ უნდა. ძველად თბილისში რომ შემოხვიდოდით, ყველაზე დიდი შენობები იყო ტაძრები. ეხლა ტაძრები აღარ ეჩვენს. იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები სულზე ფიქრობდნენ. და არა ამ ქვეყნიურზე. ჩვენ კიდე პირიქით ავართ. მიწა და ვიტყვი იმას ეხლა რაც უნდა ვთქვა, არავის არ ეწყინოს, ღორივით მარტო მიწას უყურებთ. ღორს არ შეუძლია ზემოთ აიხედოს, ბუნება აქვს ეგეთი. და კაცი ღორს რატო უნდა დაემსგავსო? ხო ჯობია ანგელოს დაემსგავსო. და ზეცაში იყურებოდი. მერთმა მოგცეს მადლი და ძალა, რომ ყოველთვის სულის ხონებისთვის ვიშრომოთ. ამინ.